მოგესალმებით მეგობრებო. Დიდხანიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნება განვაახლეთ ჩვენი ვიდეოების დადება. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ფრანგული დოგი ავაწყვეთ, ფრანგულ დოგს ეხლა გაჩვენებთ ჩვენი შაკო და რავი რა, სეზონი გაიხსნა, ყველა წარმატებებს უსურვებ, ჩემ თავსაც, ყველა მონაწილესაც და რავი რა. დათქვით შეჯიბრით რა. ნავე. I don't beg, I bless up. Может მოვი კონკურენტო. ესე იგი, დავიწყეთ, გუშ კვალიფიკაცია იყო. არა, ყველა მაგრათი არა, სხვათა შორის, ყველას კარგად გამოვიდა ყველაფერი. ეხა გახსნა, გვაქვს ბიჭები ემზადებიან, ყველა ასე თუ ისე, ყველა მზადა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო ქონდათ მოსამზადებლად. ჩვენი შაკო გაჩვენებდა, ჩვენი ფრანგული დოგი მზად არის. ხოა ჩვენი ფრანგული დოგი შეჭ. მე რეალი კადრები და ბევრი კადრები ჩვენი ფრანგული დოგის. მოკლედ, YouTube-ს განვახლებთ, დავიწყებთ მე და შაკო ისევ YouTube-ზე მუშაობას. შეიძლება რა დავიწყეთ, სულ რაღაც 16 ვიდეო გადავიღეთ, მაგრამ არა უშავს, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხო და ესე რა გითხრათ? ატმოსფერო კაია, გარემო კარგია, მანქანაც ასე თუ ისე კარგად ავაწყვეთ, დავსბორეთ, რაც მთავარია რა. გამართულია, ცოტა ნაუმარია, უკვე ვარჯიშებზე უკვე დაეთყო ვარჯიშები, მაგრამ არა უშავს რა. შემდეგი შეჯიბრისთვის გამოვასწორებთ, ისევ გავალამაზებთ და ასე შემდეგ. ეხლა კიდე რავი, მინდა რომ ყველას წარმატებები უსურვო, ყველას მაგარი განწყობა აქვს ისევ და ისევ. ამინდმაც ხელი შეგვიწყო სხვათა შორის არტირის ამინდი. ნახოთ რა იქნება რა, შევხვდებით გარბენებზე. მანქანა არის კომპაქტი E36-ის, E36 კომპაქტი, 36. ყველაზე დიდი მადლობა ვინც ამ მანქანის აწყობაში მონაწილეობა მიიღო, აბსოლუტურად ყველას რა. თედო არის ჩვენი E13-ების ბარიგა. აქ მოგვინიშნე მე გამარეგებს ყველას E13-ები, ხო ეგრეა? კაუჩი Mercedes E13-ს თუ რამე დაგჭირ ბარიგა თედო, იკითხეთ ეგ არის რა. დანარჩენი კარლომ აგვიწყო მანქანა, ყველაფერი, აი რასაც ხედავთ, ყველაფერი აწყო კარლომ, ძრავის მორგებიდან დაწყებული კოლოფი, წყლები და ასე შემდეგ ყველაფერი იკადრა კარლოც აღწერა შეიქნება, მიმართეთ თუ რამე საწყოვა დაგჭირდებათ. კოლექტორები ვინც ყველამ აღნიშნა რომ ისაც ყველას LS3 გეგონათ, მაგრამ არ არის LS3. არის შეულებრივი 5-დან 0, კოლექტორები ჯაბა მაგვიწყო სოროზანიშვილმა. ესეც აღწერა შეიქნება, ულამაზესი ხმა აქვს, აწყობითაც ფუნქციურად, რაც თავია ფუნქციურად ძალიან მაგრა დააწყო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა. და ფუნქციურად მუშაობს იდეალურად. შემდეგ გადავიდეთ ბოდიზე. ბოდი მიხეილ ფუჩხლომ გააკეთა რუსთავში, ეგეც აღწერა შეიქნება, შეგიძლიათ მიმართოთ. გაგიკეთებთ ნებისმიერ რამეს, რაც ფიბერისგან კეთდება. მანქანის ნასტროიკას რაც შეეხება, გავიკეთა მაქსმა. იდეალურად გააკეთა, M13-ზე სხვა ძრავებზე თუ რამე დაგჭირდეთ, შეგიძლიათ მიმართოთ და დაგეხმარებათ ყველანაირად რა. მოკლედ, რაც არის, ეს არის სრულიად ქარხნულია, აი სრულიად ქარხნულია. 1.9 2-დან 0 იყო, რო ვიყიდეთ, უბრალოდ ძრავი ამოვიღეთ, 5-დან 2 ჩავდეთ, გვერდითაც კამი ამოვიღეთ და ერთი კოში ჩავდეთ. მორჩა, დამთავრდა, აბსოლუტურად ქარხნულია, წონაც ქარხნულია. რავი, დადის რა, კაი ტიპია რა. დანარჩენი უკვე გამოჩნდება შეჯიბრზე რა. გუშინდელ კვალიფიკაციას რაც შეეხება, ავიღეთ 80 ქულა, პირველად ის ქონდა 87 ქულა და რავი, ყველა გადატენილია, ყველა ჯანზია და ყველა ხოძია რა. ეს ჩვენი ბავშვი, მაგრამ ბავშვი ეძახე და რავი, დაფრინავს. ეს არ ვიცით ვინ არის ეს. მოვიყალა კაცი. ეს მე როგორც მახსოვს 95-ში სავეცკის აიოში თუ სადღაც დრის დადიოდა თუ რა. კაცოს ტრიცი დაძინი თუ რაღაცით დადიოდა. ჩვენი ლეგენდა არის. ვაფშე ამის ამატყურებით დავიწყეთ. ამან ლეგენდა რა. რაო, რა თქვი? ამის ამატყურებით დავიწყეთ დრიფტის, ვაო, ეს ამოჭერი გუშ. მოკლედ ყველა ხოძია რა, გიგოც მალე აწყოს თავის მანქანა, შემოგვიერთება და რავი რა, ყველას წარმატებები რა, გავერთოთ, ვიკაიფოთ, ვიღადაოთ, ვიდრიფტაოთ და მაგარი გარბენები დავდოთ. რომ ზათხარ თქვა, გამოგჩეს. მთელი 375 თუ 385 ცხენი გვაქვს ძრავზე. ნიუტონი რამდენი გვაქვს არ ვიცი, დაიკიდე, ბევრი გვაქვს. მაგარი გახსნა მოგიწყოს. რავი, გავრეცხეს მებო. სულთან ყავდა ყოველ შემთხვევაში. ეხა მინდა გაჩვენოთ ერთი ადამიანი. სხვას არ გაჩვენით არას, ერთ-ერთს გაჩვენეთ. ჩემი არ იყოს ის რო არ იყოს, ბებერი დამწყებიო რა. მოდი აქ ბიჭო, ნახე მიცვალებული ადგა გაწოცხლდა ჩემი.
ხოდა დღეს ტოპოზიტური და ლაშა იდეალა. ლაშა როგორც იქნა მივიდა იმ დასკვნამდე რომ მანქანების აწყობაში ძალიან ბევრი დრო ეკარგება ჩემი არ იყოს და იყიდა გამზადებული მანქანა რავი დღეს პირველად ასპარეზობ ხო მანქანით კი ხო ძე ხარ ჯანზე ხარ როგორ ხარ აშვები ვაფშე რა ვახარ მაცადა იკარგე შერავა ორზე დაბლა იცამი ლაშა ვითხარი რა ვახარ ვაფშე ბრატ რა აშვები ცუდად ვარ ძმაო რატო ხარ ორი მანქანა ყავს სასაწყობი და მაინც არ მიდავდივარ ბიჭო პირველად ყავს ხორებაში ვინ აწყობილი მანქანაში ხო მაგრამ არ დადის ვერ დადის ბიჭო ჯამში იმ ორით არ გივლია მაგნი რაც ამ ერთი დომორდღეშია კაროჩე ხუთანულია მაგრამ ჯანი არ აქვს რა 18 17 ესაბურო ახალი დავყენე გუშინ 20 ზაესდი ვიარე ზედისეთ იყლო კონფეტ ეკონომ კლას 20 ზაესდი პიატინოლით აბა მეორე 78 ხიდი აყენი აგრენჩინეზე კი გადის მაგრამ საბურავს ვერ ატრიალებს და რას დაწვავს ჩემი დაეთყო რომ ლაშის მანქანა ასე პიატინოლით 20 ზაესდი და 17-ით საღოლს მო წარმატებები აბა შეიცი პედალი იშება აღარაფერი რებელი ზურება ეგ არაფერი რაც შეიძლება იმას სამეს ნუ ტირი იული დავაი წარმატებები ეს ძმებო რო იცოდეთ ჩვენი მილიონერი ძმა გუშინ საფრანგეთიდან ჩამოვიყვანეთ საფრანგე პირდაპირ მოწვეული სტუმარი ლილუარენაზე დასო პირდაპირ თვითმფრინავი რა ბიჭო როგორი განწყობა ბიჭო მაგარი ანუ ესეთი მაგარი არ მქონია არასდროს ბევრი პრობლემები მაგრამ კიდია ანუ აი პროსტა ორი დღეა გზაში ავროზინდა ცოტა ატლივია კაცი კავშირ ხო დაფრინდა თვითმფრინავი და ეგრევე სახლში მივედი რაღაცები ავიღე და წამოვედი რა და კვალიფიკაციას დავდექი კორჩ პარიზ ლილო ქონდა პრიამოი ფრენაში დავაი წარმატებები ეხა წინ ფარებს დავშლი რაღაცებს და ანუ ამამათვი რა ამამათ არა ფარები გიშლის ხერს ხო ესე დაფრინავს ესე ესეთი სიტუაციაა რა პირველი ჩემი მოწინააღმდეგე ჩემი მანქანის წინ დგას ფარიდ გულიევი საკმაოდ გამოცილი სპორტსმენი საკმაოდ დიდი ხანია დადი ჩვენი სტუმარი აზერბაიჯანიდან ნახოთ თუ ფარიდს გავწდი შენ ხვდება სად არის ბოგდანი თუ ბოგდანსაც მოვუგე შემდეგ ხვდები სავარაუდოდ ჩემი გათვლებით ლაზარეს და ლაზარე კი ილია ბერეთის და მალიხიშვილის გამარჯვებას იმიტომ რომ ფიქრობ რომ ეგენი მოვლენ მაგამდე თუ მაგათაც გავცი და რავი მე ჯეივდინისთვისაც ზად ვარ მოიყვანეთ მაგრამ იქეთ ბადეში უფრო მაგარი ომებია რა იქეთ ბადეში რავი აი მის კი დაწყევლილია და გაძის პედალს ფეხი დააჭირა ყველა იქეთ ბადეშია რა ასე რომ რავი ყველა წარმატებას უსურვებ on the trigger, I ain't never giving up. Rock up in my pocket, if they wanna test my
არ არიხმებია ხო? ესე მოკლედ სეზონი გაიხსნა და ჩვენ ეგრევე წავაგეთ. შენ არხი გამოიწერე, რომ შემდეგი მოგებები და წაგებები არ გამოწო ხოლმე, არა უშავს ჩვენ შეჯიბრის პირველი ვეგარბენი წავაგეთ. შეცდომა ასე თუ ისე ვიცი რაშიც იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში საჭირო ეგეთი გადაწყვეტილება მიიღეს და ალბათ ეგრე იყო. შეცდომა ჩემი გადმოსახედით არ მიყურებია გარბენზე, მაგრამ შეცდომა იმაში იყო, რომ ზედმეტად დავაზღვიე გარბენი, ზედმეტად გადავაზღვიე გარბენი და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ რა. მაგრამ არა უშავს, ჯერ ყველაფერი წინ არის, სულ ეხლახანს დაიწყო შეჯიბრი სეზონი უბრალოდ ფაქტიურად ეხლა დაიწყო შეჯიბრი და რავი, წავიდეთ, უყუროთ ერთად. დავთქვეთ ამ ლამაზი სანახაობით, ჩვენ კიდე რავი, გავაგზავნოთ ბერვარჯის და შემდეგში აღარ დავაზღვევთ ესე რა. შენ გამოიწერე ახლა და ჩაუჯექი სხვა შემდეგ ვიდეოებს. დროებით.